დაახლოებით 3-ჯერ, ანუ 4-ჯერ მაქვს დაკლებული 20, 25, 30 კილოგრამი, მაგრამ უშედეგოდ ყოველთვის ეს დიეტები და ვითომ სწორი კვებები მთავრდებოდა ისევ მატებებით და მეგობრებმა მირჩია რომ მოსულიყავი ენდოკრინოლოგ ნათია რომაშვილთან, რომელთან ვიზიტის დროსაც ჩვენ გავიარეთ ყველა დეტალი, ვისაუბრეთ ყველაფერზე და მან მირჩია რომ გამეკეთებინა ოპერაცია ჩემი წონიდან გამომდინარე და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ხუთელების მიღების შემდეგ უკვე ქალბატონმა ნათიამ დამეხმარა რომ დამეგეგმა ვიზიტი ბატონ ხაჭაპურიძესთან, რომელიც არის ჩემთვის არ ვიცი ადამიანი, რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება. ახლა გაწვდის ინფორმაციას, სრულ ინფორმაციას ყველაფრის შესახებ, მაგრამ ამასთან ერთად გამშვიდებს და გეხმარება იმაში, რომ უფრო მარტივად მიიღო გადაწყვეტილება. შენ იწყებ სრულად ახალ ცხოვრებას და ამ ახალ ცხოვრებაში შენ გჭირდება ადამიანი, რომელიც მუდმივად იქნება შენ გვერდით და მუდმივად გაგცემს პასუხებს შენ შეკითხვაზე. აბერსის კლინიკაში ეს ადამიანი იქნება ქალბატონი ნათია რომაშვილი, რომელიც მუდმივად იქნება შენ გვერდით. ნათია იქნება ადამიანი, რომელიც მუდმივად გასცემს შენს კითხვებს, პასუხებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, საწყის ეტაპზე გადაწყვეტილების თავად მიღება ჯობია ყოველთვის კითხო ექიმს, მაგრამ მნიშვნელოვანია დროულობა. მე ყველაზე მეტად მომწონს ამ კლინიკაში ის რომ ყველაფერი არის ერთ სივრცეში. მოკლედ, როდესაც მე პირველად მოვედი აბერსის კლინიკაში, ენდოკრინოლოგიც, ქირურგიც, ანალიზებიც, ფსიქოლოგიც, ყველაფერი ერთ სივრცეშია, რაც ყველაზე კომფორტულად. ჩემი ოპერაციიდან გავიდა 4 თვე, მე უკვე დავიკელი 30 კილო და თავს გრძნობ იდეალურად, უკვე ვარჯიშობ, ვცურავ. რა თქმა უნდა, მივყევი ენდოკრინოლოგის და ქირურგის მითითებებს და ერთი თვის მერე ჩვეულებრივ რიტმში დავუბრუნდი ჩემ ცხოვრებას. ვარ ძალიან ბედნიერი. ხშირად ამბობენ რომ ბარიატრია არის მარტივი გზა, მაგრამ მე არ დავეთანხმები. ამას სჭირდება დისციპლინა, ამას სჭირდება მონდომება, კარგად დაფიქრება. თუ შენ თვლი რომ მზად ხარ ამ ყველაფრისთვის, გირჩევ რომ მოხვიდე ქალბატონ ნათიასთან, გაესაუბრო ბატონ კახას და შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ.